რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? ეს თემა განვიხილოთ. მოდით, მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. უბრალოდ ვნახოთ. სხვათაშორის, რასაც ფიქრობს, იმას არასდროს ამობს ხმამაღლა. თუმცა ფიქრია, თქვენ რთული, თავისუფლების მოყვარე, პატივმოყვარე და ორიგინალური ადამიანი ხართ. თქვენი ლოგიკა მისი აზრით ასტომეულს გავს, რომლის წაკითხვასაც აზრი არ აქვს. მაინც ვერაფერს გავიგებო. დაასკვნა ერთი რამ, რომ თქვენი ნათქვამი არა კის ნიშნავს, კი არას. რას ნიშნავს ეს? წინააღმდეგობებით სავსე ხართ. თითქოს სულ რაღაც ახლის ძიებაში, ახალი შეგრძნებები ისე გჭირდებათ, როგორც თევზს წყალი. მეგობრული და კომუნიკაბელური ხართ. ისეთი განცდა აქვს, თითქოს შეგიძლიათ დედამიწის ნებისმიერ სულიერ არსებასთან დაამყაროთ კავშირი. ხან კი ისეთი აუტანელი ხართ აფექტის მდგომარეობაში შეუძლიათ ტყვია დაგახალოთ შუბლში, რადგან ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისაც ის ყოველთვის გამოჰყავდა წყობიდან. მელას კი თავისი მახრჩობელა უყვარსო. აი ურთიერთობაზე ამას ვერ ვიტყოდი. მისი აზრით შეუძლებელია თქვენ ორის კავშირი ხანგრძლივი დროით. თქვენ მუდმივად მისწრაფვით თანასწორობისკენ, ის კი ძალაუფლებისკენ, რაც აცთენაში მოდის თქვენს შეხედულებებს შორის. კარგი მსახიობური ნიჭითაც ხართ დაჯილდოებული. მისი აზრით, როცა გინდათ, იცინით, როცა გინდათ, ნიანგის ცრემლების გადმოყრაც შესანიშნავად შეგიძლიათ. აი ზუსტად ამიტომ ხართ საინტერესო, განსხვავებული ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც მისთვის ნაღმზე დგომას ნიშნავს. როდის აფეთქდება კაცმა რომ არ იცის. ეს არის უკვე არაპროგნოზირებადობა. როცა არ იცის რას უნდა ელოდოს თქვენგან. ამიტომაც აშკარად გაგირბით ეს ადამიანი. დისტანცირებს. თუმცა ფიქრი ნამდვილად შესანიშნავი აქვს. მისი შთაბეჭდილებები, წარმოდგენა, შეხედულებები თქვენთან დაკავშირებით არის მშვენიერი. წარმატებები, პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53 ნუ მირეკავთ, უბრალოდ მომწერეთ.